იცით ხო, მზია ამაღლობელი ციხეში იმყოფება და ის უკვე იხდის სასჯელს იმისთვის, რომ დგებუაძეს სილა გაარტყა და ამავე დგებუაძის მტკიცებით ლოყა უწითლდა და ტკივილი განიცადა. და ქართული ოცნების მხარდამჭერები, პროპაგანდისტები, ტელევიზიები, ჟურნალისტები, მათი დეპუტატები, მინისტრები და აბსოლუტურად ყველა ქოცი, დედალ-მამალი ქოცი საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციელის მისამართით ჩადენილი დანაშაული აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღკვეთილი ისე, როგორც მაგალითად მზია დაისაჯა და მას კანონის სრული სიმკაცრით მიუდგნენ. კარგით, მოგყვებით მაგ ლოგიკაში, რომ პოლიციელზე განხორციელებული ძალადობა წაახალისებს სხვა ადამიანებს და პოლიციელის მიმართ იქნება დაშვებული მსგავსი ფაქტები. კარგით, მოგყვებით. თქვენს აი ამ აზროვნებაში ჩამოვედი, გამიჭირდა, მაგრამ ჩამოვედი მაგას სიდაბლეზე. 2 დღის წინ რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ იქაური პოლიციელი წიხქვეშ გაიგდო დაასისხლიანა და ნეკნები დაუნტრია და 2 დღე რომ კაპეზეზე იყო, ან იყო ან არა, ესეც საკითხავია და შემდეგ სასამართლოში რომ იწუწუნა ამ პოლიმან დეპუტატმა რომ ბები აყავს მოხუცი თურმე და მანამდე არ ყოფილა ნასამართლები და პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია და 30,000 ლარიანი გირაო სანაცვლოდ რომ გამოუშვეს. პრეცედენტი აქ არ იკვეთება იმისა, რომ შესაძლებელია პოლიციელი სამართალდამცველი სემოს ვინმემ და შემდეგ ის გამოუშვან გირაოთი. ამაზე რას ფიქრობთ ახლა ქართული ოცნების აესენი, ვინც მე ჩამოვთვალე მთელი შანტრაბა, დედალ-მამალი, დინოზავრები თუ ბრონტოზავრები და რავი 1000 მაჯლაჯუნები რომ ხართ, მან ჩეკრებილები, კორუფციონერები და ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი რომ არის მაგალითად, რომელიც ადამიანების გატაცებისთვის რომ იხდიდა სასჯელს 2007 წელს და 2010 წელს რომ ქრთამის აღების თუ რაღაცა 1000 უბედურების გამო რომ დაიჭირეს თაღლითობის გამო. აი ასეთი ადამიანები რომ ხართ, მან შეყრილები და შემოკრებილები და ეგენი რომ საუბრობთ მზიას დასჯაზე რომ სამართლიანი იყო და რომ ამბობდით რომ არ შეიძლება ასეთი ფაქტების გატარება. ახლა რატომ ხმას არიღებთ, როდესაც თქვენივე პარტიის წევრმა წიხქვეშ გაიგდო სამართალდამცველი და თითქოს არაფერი არ მომხდარა რა. და ორმაგი სტანდარტი არ არის? აი ჩვეულებრივ ტიპებს გეკითხებით ახლა, ვისაც რომ ამბობთ ხოლმე რომ აპოლიტიკურები ხართ, არ გაინტერესებთ ნაცები, ქოცები და სხვა დანარჩენები. აი თქვენ გეკითხებით, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, აი მაგ აპოლიტიკური შეხედულებებით და გრძნობით გიღირთ? დაფიქრდით აბა, მზიას თუ ეკუთვნოდა ციხე. საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეკუთვნის?